დასრულდა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანს შორის ომი. ამ კითხვის დასმისთვის უკვე იმდენჯერ მოგვეცა საფუძველი და შემდგომ იმდენჯერ გაგვიცრუდა იმედები, რომ რეალურად უკვე გვიჭირს გავარჩიოთ რა არის სიმართლე და რა ტყუილი. თანაც იმ ფონზე, როცა 28 თებერვლიდან დღემდე დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დარდება 39-ჯერ დაანონსა. თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად მოვლენები გაცილებით საინტერესოდ ვითარდება, რა ხდის ამჟამინდელ მოცემულობას. განსხვავებულს ამაზე ერეკლე ფოლადიშვილი საუბრებს. ერეკლე, კიდევ ერთხელ მოგესალმები. ეკა კიდევ ერთხელ მოგესალმები და მივესალმები კიდევ ერთხელ მაყურებელს. დავიწყოთ დონალდ ტრამპის მიერ ომის 3 თვის თავზე სრულიად მოულოდნელად გაჟღერებული გადაწყვეტილებით, რომ მან ირანის მიწასთან გასწორება და ხარგის კუნძულის აღება გადაიფიქრა და ახლო აღმოსავლეთის დაუძინებელ მტერთან ომი დაასრულა. თანაც დაასრულა დიდი შეთანხმებით, რომელიც ამ დღეებში ევროპაში საბოლოოდ უნდა გაფორმდეს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ტრამპი და ამბობდა. ცხადია, ტრამპი აღარ მიიჩნევა იმ რანგის პიროვნებად, რომლის ყველა განცხადებასაც უკითხავად დაეჯერება. ამიტომ გადავხედოთ რეაქციებს და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რაც საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ რეალობას ასახავს. აი მაგალითად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა ისმაილ ბაყაიმ ტრამპის განცხადებიდან მალევე სახელმწიფო მედიას პირდაპირ ეთერში საჯაროდ გამოუცხადა, რომ არავითარი ომი არ დასრულებულა და არც შეთანხმება იმ დონეზე მისული, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი საბოლოოდ შეწყდეს. არაყჩის უწყების ამ განცხადებიდან ძალიან მალე კი ასევე ურთიერთგამომრიცხავად ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა 14 პუნქტიანი სამშვიდობო მემორანდუმი, რომელშიც დეტალურად წერია, რაზე აიღებენ პასუხისმგებლობას ცალკე აშშ და ცალკე ირანი. მოკლედ რომ მივიღეთ გარიგების პირობებს. ისინი შემდეგნაირად გამოიყურება. დაუყოვნებლივ შეწყდება ცეცხლი ყველა ფრონტზე, აშშ აღარასდროს ჩაერევა ირანის შიდა საქმეებში, სრულად მოეხსნება ბლოკადა ირანულ პორტებს, აშშ ირანის ახლო პერიმეტრზე მდებარე ყველა ტერიტორიიდან გაიყვანს ჯარებს, თეთრი სახლი მოუხსნის სანქციებს ირანს ნავთობისა თუ პეტროქიმიკატების ექსპორტზე, თავის მოკავშირეებთან ერთად სულ მცირე 300 მილიარდს გამოუყოფს ომით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად ისევაც ირანს, დამატებით 24 მილიარდის გაყინულ აქტივებს დაუბრუნებს და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ირანი აღარ დაარტყამს ამერიკის მოკავშირეებს და საჯაროდაც განაცხადებს, რომ აღარ შექმნის ბირთვული იარაღს და ასევე გახსნის ჰორმუზის სრუტეს. რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, მისი ბედი 60 დღიანი მოლაპარაკებების გადასაწყვეტი გახდება. თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ამ შეთანხმებით ვინ რჩება მოგებული და ვინ არა. თუმცა საქმე ის არის, რომ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები, რომლებზე საუბარიც დავიწყეთ, ამ შესაძლო გარიგების პუნქტების გასაჯაროებითაც კი არ მთავრდება. ისრაელური მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ომში ჩართული ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა, ომის დასრულების შესახებ ტრამპის განცხადება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგზე სრულიად მოულოდნელად შეიტყო. ამ აბსოლუტურ გაურკვევლობაში მცირედი ხელმოსაჭრიდი მოგვცა ამერიკული მედიის მიერ არასკევს, ანუ დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის დაცვის 4 თვითმფრინავი ტრამპის განცხადებიდან მალევე შვეიცარიის ქალაქ ჟენევასკენ გაემართა, რათა მოამზადოს ყველაფერი 14 ივნისს აშშ-სა და ირანს შორის ხელის მოწერისთვის. ცხადია, როცა ერთი მხრივ ვიცით, რომ სწორედ ვენსზე შეაჩერა ტრამპმა ამერიკის წარმომადგენლად ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე არჩევანი და იმ ფაქტსაც ხედავთ, რომ მისი თვითმფრინავები ევროპაში გაფრინდნენ, ჩნდება განცდა, რომ რეალურ შედეგს უახლოვდებით. თუმცა, ვალდებული ვარ შეგახსენოთ, რომ აპრილის თვეში 21 რიცხვში მთელი მსოფლიო ელოდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებას, ამერიკულმა მხარემ დესპანები ხომალდშიც კი ჩასვა, თუმცა ბოლო წუთს ირანმა შეხვედრა გააუქმა და აღარც არაფერი გამოვიდა. ამიტომაც ბოლომდე ვენსის თვითმფრინავების საფრინაც კი აღარაფერს ნიშნავს. მას რა დაგვრჩა ისეთი, რაც ტყუან მართლის გარკვევაში შეიძლება დაგვეხმაროს. ცხადია ბირჟები, რომლებიც ყოველთვის ყველაზე სწრაფად და მკაფიოდ რეაგირებენ გლობალურ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე. ტრამპის განცხადების შემდეგ ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ზე მეტი დაეცა და $87-მდე ჩამოვიდა. შესანიშნავად დაიხურა ამერიკული, ევროპული თუ აზიური საფონდო ბირჟების სესიებიც გუშინ. იაპონიაში 2.91%-ით, შანხაიში 1.12%-ით, სტოქს 600 1.6%-ით, ნასდაკი 2.5%-ით, S&P 500 1.7%-ით, Dow კი 1.9%-ით. უბრალოდ პრობლემა ამ ხრივ ის არის, რომ მსგავსი დადებითი განწყობა ბირჟებზე აქამდეც გვიხილავს და შემდეგ
დიდი იმედგაცრუებაც გვარიანად ყოფილა. ბოლო-ბოლო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ირანთან მშვიდობის დამყარება და საბოლოო მემორანდუმის შეთანხმება 39 ჯერ დაანონსა. აქვე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა აი ის 14 პუნქტი, რომელიც ჩამოგითვალეთ, გამოაცხადა მიუღებლად და განაცხადა, რომ ისევაც გაბრაზებულია ირანზე. ეს თავად განსაზღვრეთ რას ნიშნავს. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები თუ აქტივობები გლობალურ ბაზარზე თუ პოლიტიკაში ალბათ კიდევ ბევრი შეგხვდება. ჩვენ მხოლოდ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, განსაკუთრებით ახლა, რომ როგორც და როდისაც არ უნდა დასრულდეს აშშ ირანის ომი, ის მართლაც ერთხელ და საბოლოოდ დასრულდება და თანაც ისე რომ ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში მეტად აღარ გაეხვეს.